ამორად თუ ჩვენ უკან მოვიხედეთ და ჩვენი საუბარის შედეგები საბოლოოდ თუ ვთქვით, თავარი რაც არის, ის არის, რომ საქართველოში დაამთავრდა მთვარის კალენდარული ეპოქა და დაიწყო მზის კალენდარული ეპოქა ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს. აი ეს თარიღი დაედო საფუძვლად ქართულ ეროვნულ წელთაღრიცხვას. ამ წელთაღრიცხვას ქურუმთა წელთაღრიცხვას უწოდებენ. მაგრამ წელთაღრიცხვისათვის საჭიროა კალენდარი. სწორედ ძველი წელთაღრიცხვის 540 წლიდან შემოღებული იქნა მთვარის კალენდარი, ბაბილონური მთვარის კალენდარი შენარჩუნებული იქნა, მაგრამ შემოღებული იქნა საკუთრივ ქართული მზის კალენდარი. ამდენად ძველი წელთაღრიცხვის 540 წელი ერთდროულად არის მზისა და მთვარის კალენდარის შემოღების წელი და ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის პირველი წელია. რომ გავიმეოროთ, ამ წელს დასრულდა მთვარის კალენდარული ეპოქა და დრო ჟამის ათვლის მზის უძრავი წელიწადის ეპოქა დაიწყო. შემდეგ ეს კალენდარი ჩადებული იქნა განხორციელდა ქართულ ანბანში. ამდენად ქართულ ანბანში, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვხმარობთ, ქართულ ანბანში დადასტურებულია ძველი წელთაღრიცხვის 540 წლის უძველესი ბაბილონური მთვარის კალენდარი და უძველესი მზის უძრავი წელიწადის კალენდარი. როგორ არის განხორციელებული ეს ქართულ ანბანში, როგორ განხორციელდა ქართულ ანბანში ეს კალენდრები, ჩვენ ესე იგი წინა საუბრებში განმარტებული გვქონდა. აქ ერთი რამეა, ამგვარად ქართული წელთაღრიცხვა იწყება 540 წელს. ეს წელთაღრიცხვა გრძელდება ქართული ანბანის მეშვეობით 454 წელი. ქართული ანბანის შექმნის თარიღია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დიდი დავაა საერთოდ მეცნიერებს შორის და არაკეცილ სინდისიერ პიროვნებებს შორის იმის შესახებ, რომ ქართული მატიანეები ცრუობენ, ქართული წერილობითი ძეგლები გამოდის, რომ ცრუობენ, როცა ამბობენ, არ არის არც ერთი ქართული უწყება ქართული ანბანის შესახებ, რომელიც მიუთითებდეს თითქოს ქართული ანბანი შექმნილი ყოფილიყოს ქრისტიანულ ხანაში. ყველა ცნობა და ასეთი ცნობა უამრავია, ეს საყოველთაოდ ცნობილი იყო ყოველთვის უძველესი დროიდან დაწყებული, ესე იგი თვით 17-18 საუკუნემდე. ამის საკმარისია მოვიყვანოთ სულხან საბა ორბელიანის ჩვენება. სულხან საბა ორბელიანი ქართული ანბანის შესახებ ამბობს. ესე ენა ქართული ანბანს, ესე იგი ქართულ ენას უწოდებს, ესე იგი დაწერილ ქართულ ენას, ასე ეწოდებოდა ანბანს უძველესი დროიდან. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი ფაქტიურად არის ქება და დიდება ქართული ანბანისა და 342 წლის ძეგლია. ამდენად რას ამბობს ასე გვიან დაახლოებით მე-17-18 საუკუნის მიჯნაზე სულხან საბა ორბელიანი ენა
ქართული შესრულებული და განვრცელებული და განრკვეული ფარნავაზ ქართველთა პირველისა მეფისა მიერ ბრძნისა და გონიერისა, რომელი იყო ძეთაგან ქართლოსიანთა წარმართი. საქმე ის არის, რომ ეს საყოველთაოდ ცნობილი იყო და არასოდეს სულხან საბა ორბელიანი არ ამბობს იმას, რაც არ იცის. როდესაც სულხან საბა ორბელიანმა ვეძიე და ვერ პოვე, ან არ ვიცის ამბობს. და რასაც ამბობს, ის ამბობს ჭეშმარიტ აზრს. ახლა საქმე ის არის, რომ ამ რიცხვებს, ამ წლების იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ 454 წელს დაიწყო მზით აქედანაც და მე ამ 452 წელს, როდესაც ქართული ანბანი შეიქმნა, გაგრძელდა ეს მზით ანგარიში. ანუ 4 წლიანი და 128 წლიანი ჟამეულებით. მაგრამ თვარის 19 წლიანი ჟამეული უფრო გვიან დაიწყო. კერძოდ ძველი წელთაღრიცხვის 436 წელს. ესე იგი 8 წლით უფრო გვიან, სულ 540 წლიდან 13 წლიანი ჟამეული აითვალა და ესე იგი მზის 4 წლიანი, 28 წლიანი, 32 წლიანი, 128 წლიანი ჟამეულები მოდის 540 წლიდან და 8 წლიანი მთვარის კალენდარიც აგრეთვე შეთანხმებულად მიჰყვება ამ ათვლას, მაგრამ რა კი შემოღებული იქნა ძველი წელთაღრიცხვის 436 წელს მთვარის კალენდარი ეს წინასწარ ესე იგი ქართულ ანბანში უკვე ეს გადასვლა აღნიშნულია, ამიტომ უნდა დამდგარიყო ისეთი ჟამი, როდესაც მზის 4 წლიანი, 128 წლიანი, 32 წლიანი, 128 წლიანი და მთვარის 19 წლიანი ჟამეულები ერთდროულად უნდა დაწყებულიყო. ასეთი თარიღია 284 წელი. ესე იგი 436 წლიდან მოყოლებული მთვარის 19 წლიანი ციკლის პირველი წელია ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს. 128 წლიანი ციკლის, რომელიც 540 წელს დაიწყება, პირველი წელია 284 წელს. ესე იგი ერთდროული ათვლა მთვარის და მზის კალენდარული ციკლებისა იწყება ძველი წელთაღრიცხვის 284 წლიდან და ამდენად ეს არის ქართული ფარნავაზის მიერ უკვე წინასწარ ქართული ანბანით, ქართული ანბანური კალენდრით განპირობებული წელია, როდესაც კალენდარული ჟამეულები ათვლა ერთდროულად იწყება. ჩვენ ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს უკვე ეს გადაყვანილია, ყველა ეს თარიღები გადაყვანილია ახალ ჩვენს წელთაღრიცხვაზე, ესე იგი ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე. ეს არის წლები ქრისტეს შობამდე. ეს წელთაღრიცხვა ქრისტეს შობიდან და ქრისტეს შობამდე შემოღებულია საქართველოში ქრისტიანულ ეპოქაში. ესე იგი ქართველი ქურუმები ჯერ საქართველოს ქრისტიანობა არ ქონდა მიღებული, როდესაც ქართველმა ქურუმებმა შექმნეს ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვა. ესე იგი მოახლოებულია გაქრისტიანების ეპოქა
როგორც ცნობილია 324 წელს თელს რომის იმპერიაში ქრისტიანული სარწმუნოება იქნა შემოღებული 326 წელს ქრისტიანობას იგი სახელმწიფო რელიგიაა როგორც რომის იმპერიაში 2 წლით მოგვიანებით 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია საქართველოში და საქართველო ამას ბრწყინვალედ შეხვდა ქრისტიანული წელთაღრიცხვაც გვაქვს ქართულად ნათარგმნია სახარებები საეკლესიო საკითხავი ესე იგი ყველაფერი მზად არის იმისათვის რომ დაიწყოს ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშვნა და დაიწყოს ქრისტიანული ღვთისმსახურება ქართულ ეკლესიაში. ამდენად თარიღი ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი ნიშნავს ქრისტეს შობის თარიღს ფაქტიურად. რატომ? იმიტომ რომ ქრისტეს შობამდე 284 წელს დაიწყო, ესე იგი, ფარნავაზ მეფის ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა და აი ამ 284 წლის შემდეგ ეს პირველი წელია ფარნავაზის ეროვნული წელთაღრიცხვით 284 წლის შემდეგ ქრისტე იშვა და აი სწორედ ეს ქრისტეს შობის საყოველთაო ახლა საყოველთაო ქრისტიანული წელთაღრიცხვა არის მიღებული, მაგრამ ახლა დგება პრობლემა. როდის შეიქმნა ქრისტიანული წელთაღრიცხვა? თქვენ უნდა წარმოვიდგინოთ, ესე იგი, ყველა სხვა წელთაღრიცხვა თანდათანობით უარყოფილი იქნა ქრისტიანულ სამყაროში და ყველამ თანდათანობით დაიწყო დროჟანის ათვლა ქრისტეს შობიდან ან დასაბამიდან ან ქრისტეს ჯვარცმიდან. ესე იგი, იქ პატარა განსხვავება დასაბამიდან ეს ქრისტიანული მოვლენა და აი ამ საკითხზე ჯერჯერობით პასუხი არ არის, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია ერთი რამ, რომ ქრისტიანული წელთაღრიცხვა ქართველებმა შექმნეს ახალი წელთაღრიცხვის 300 წელს და ეს დაკავშირებულია 100 ქანთან. ეს 100 ნიშანი ქანი მხოლოდ ქართულ ანბანშია, სხვა ანბანში ასეთი 100 ნიშანი არ არის. ქართულად იგი ნიშნავდა ქვეყანას. ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი, წარმართულ ხანაში. მაგრამ ამას ქრისტიანულ ხანაში უკვე მიეცას წერდნენ ჯვარს და ქართულად კითხულობდნენ ქრისტე. რა კი ქ 100 ნიშანი ქვეყნის თავკიდური ბგერის მნიშვნელობისა იყო ქრისტიანულ ხანაში იგი ქრისტეს სახელის თავკიდური ბგერის მნიშვნელობა მიენიჭა და მე უკვე თქვი თუ თანამიმდევრული რიცხვითი მნიშვნელობა ქანისა არის რიცხვი 300. აი ეს მოახერხეს ბრწყინვალედ შეასრულეს ეს ქრისტიანმა უკვე ქრისტიანულ რელიგიაზე გადასვლმა ქურუმებმა, როცა უკვე ახალი წელთაღრიცხვის 300 წელს დაიწყეს ქრისტიანული წელთაღრიცხვის შექმნა და დაასრულეს 302 წელს. წლები ესე იგი ქრისტიანული წელთაღრიცხვის შემოღებისა საქართველოში არის სწორედ 300 დაიწყეს და დასრულდეს. ეს მართლაც საოცარია, ესე იგი დასაწყისის ესე იგი ამ წელთაღრიცხვაზე მუშაობის დასაწყისით და დასასრულიც არის მინიშნებული და ეს ცოტა გაოცებას იწვევს. წესით 302 წელი უნდა ყოფილიყო,
იმიტომ რომ დასრულების შემდეგ და 305 წელი ახალი წელთაღრიცხვის 305 წელი, იმიტომ რომ 305 წელს ამოქმედა ეს ქრისტიანული წელთაღრიცხვა, თავისი მოქმედება დაიწყო 305 წელს, იმიტომ რომ 305 წლიდან, ესე იგი, ჩვენ გვაქვს კალენდარული ვითარება, რომელიც საშუალებით უნდა მოდიოდეს მზის ქრისტეს შობაზე, უნდა მოდიოდეს ქართული შვიდეული დღეების პირველი დღე, ანუ მზის დღე, განსხვავებით სხვა ქრისტიანული წელთაღრიცხვებისაგან, ქართული კვირეული იწყება მზის დღით და არა მთვარის დღით. მაგრამ ეს იგივე კვირა დღეა, ესე იგი ქართველები შვიდეული დღეების ათვლას ვიწყებდით მზით და ერთ შაბათით და შაბათით ამთავრებდით. ამდენად ამ როგორც ჩანს, ამ ქრისტიანულ წელთაღრიცხვას ცოტა განმარტება სჭირდება, როგორ იწერება ქრისტიანული დასაბამითგანის აღნიშვნა როგორ ხდება ქართულ წარწერებში და რა კი ამას ქართველები არ ვიცით, მეცნიერობა, აზროვნება ჯერ არ იცის, როგორ იწერება წარმართული ხანის ქართული თარიღები და ქრისტიანული თარიღები, მოდი ამის შესახებ, ესე იგი, მომდევნო საუბარში ვისაუბროთ.